მოვიდებით სტუდიაში სახალხო დამცველი არასრულწლოვნების ქორწინებაზე ნებართვის გაცემის უფლება სასამართლოსთვის ითხოვს. იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ ამ მხრივ სისხლის სამართლის კანონმდებლობა შესაძლოა გაამკაცრონ. სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები წლებია პრობლემის სიმწვავეზე საუბრობენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი? დღეს 20:30 შეკითხვებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ანა არგანაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი მერი მაღლაფერიძე უპასუხებენ. ქალბატონებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. მერი, დავიწყოთ საუბარი პრობლემის არსით. სახალხო დამცველი ამბობს, რომ პრობლემა არის ძალიან მასშტაბური. მთავარი მიზეზი რა არის? მიზეზი ბევრია და ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აი კონკრეტულად აი ამ წინადადების წარდგენის მთავარი მიზეზი იყო არასრულწლოვნების ქორწინების იძულება, რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში. იძულება, ანუ რამდენად ხშირად? მშობლების მხრიდან იძულება. რამდენად ხშირად ხდება, ამაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი უკვე აღრიცხული იქნება. მაგრამ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ძალიან ხშირად მართავს შეხვედრებს რეგიონებში, როგორც მოსწავლეებთან, ასე მასწავლებლებთან და ყველა დაინტერესებულ პირებთან. ცხადი არის, რომ ინსტიტუტი, როგორიც არის მაგალითად ბავშვების დანიშვნა ადრეულ ასაკში, რასაც მშობლები წყვეტენ, ვის გაყვება ბავშვი და როგორ იქნება. აი ესეთი პრაქტიკები კვლავ არსებობს, მშობლებს ურჩევნიათ, რომ თავიანთი შვილები ადრეულად გაათხოვონ. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მათ აღარ ქონდეთ უფლება გადაწყვეტონ ტრადიციას უკავშირდება ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბროთ უფრო დაწვრილებით, თუმცა მანამდე მინდა მკითხო სახალხო დამცველს ეკუთვნის ინიციატივა, რომ ის რაზეც უკვე ვისაუბრეთ, შესაძლოა გადაეცეს სასამართლოს, ხომ? ამ დროისთვის თქვათ როგორ ხდება ამის რეგულირება? ამ დროისთვის, როდესაც რეგისტრირებულ ქორწინებაზეა საუბარი, ჩვენი კანონმდებლობით 18 წლის ასაკს მიუღწევალს არ შეუძლია ქორწინება დაარეგისტრიროს, 16 წლის ზემოთ 18 წლამდე მათ სჭირდებათ მშობლების თანხმობა იმისთვის, რომ ქორწინების რეგისტრაცია მოხდეს. ჩვენი წინადადების საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლოს კონდეს უფლებამოსილება, რომ თვითონ გადაწყვეტოს მისცეს თუ არა ახალგაზრდებს 16-დან 18 წლამდე პირებს ქორწინების ნებართვა, რაც დაფუძნებულია სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაზე და ასევე წინადადებაშია ასახული. კი ბატონო, ანა, ვინ არიან დღეს თქვათ პასუხისმგებელი პირები ამ მიმართულებით, ანუ ვინ უნდა გამოავლინოს მსგავსი პრობლემა არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი? პრობლემა არის იმდენად კომპლექსური, რომ ძალიან უსამართლობა იქნება, რომ რომელიმე ერთ უწყებას დავავალოთ მხოლოდ გამოავლინოს. ზოგადად პრობლემა ჩვენ უნდა განვიხილოთ ბავშვთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ჭრილში. შესაბამისად, შეუძლებელია რომ ბავშვთა უფლებები ერთმა უწყებამ დაიცვას, ხო? ამიტომ თანაბარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დავიწყოთ სამართალდამცავებიდან, აუცილებლად სოციალური სამსახური, რომელიც ბავშვთა მეურვეობის და ზრუნველობის ორგანოა, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები, სამედიცინო პერსონალი, რომელთაც შეხება აქვთ ამ გოგონებთან, მათ მშობლებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს. ხა ჩვენ რასაც ვხედავთ არასამთავრობო სექტორი არის ის, რომ ფაქტობრივად სახალხო დამცველი, იგივე თქვათ პარლამენტარები უკვე ძალიან აქტიურად ლობირებენ ამ ცვლილებებს, მაგრამ არის მთელი რიგი უწყებები, რომლებიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ არ აღიარებენ მათ პასუხისმგებლობას. ვერ ხედავთ საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს როლს, განათლების სამინისტროს ეხლა აქტიურდება, ძალიან უსამართლოა, რომ რომელიმე ერთ უწყებას ან ერთ ადამიანს დაუტოვოთ გადასაჭრელად. როდესაც პასუხისმგებლობის საკითხზე ვსაუბრობთ ამ მიმართულებით, თუნდაც იგივე პედაგოგებთან მიმართებაში, ან თუნდაც სხვა კონკრეტულ უწყებებზე. თქვათ, ეს არის მხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა თუ არსებობს რაიმე კონკრეტული სანქციები შეუტყობინებლობის შემთხვევაში? მორალური პასუხისმგებლობა ხომ თავისთავად, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ იცნობენ კანონმდებლობას ის ადამიანები, ვისაც ევალებათ ბავშვებზე ზრუნვა. ხო, ანუ ზუსტადაც აი რაზეც მე მისაუბრა, 16 წლამდე ეს არის აბსოლუტური აკრძალვა. კი ბატონო, კანონმდებლობაში წერია, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს შეხება ბავშვებთან, როგორც კი მას ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვზე ხორციელდება ძალადობა, ან მისი ინტერესები ირღვევა, ისინი ვალდებულები არიან შეტყობინება გააკეთონ. ეს არ არის კეთილინება. აი აქ არის პრობლემა. არის თუ არა ეს ბავშვზე ძალადობა, არის თუ არა ეს გოგონას უფლების დარღვევა. სანამ არ გააცნობიერებს საზოგადოება და პასუხისმგებელი პირი, რომ ეს არის პირდაპირ ძალადობის ფორმა, გოგონაზე უმეტესწილად, მანამდე რა თქმა უნდა ისინი სამწუხაროდ არ აკეთებენ რეაგირებას და სამწუხარო იცით რა არის, რომ აი ისინი ვინც არ გააკეთეს რეაგირებას, თავის მხრივ არ ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას.
თავის მხრივ არ ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას. ქალბატონო თამა, რამდენად გაკმაყოფილებთ დღეს არსებული თქვათ სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით? იცით რა, მე არ შეიძლება რომ ანას არ დავეთანხმო ყველაფერში, მაგრამ სანამ პასუხს გაგცემთ, მე მინდა რომ ყველა მუსლიმს მიულოცოთ დღევანდელი დღესასწაული და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ის თემა, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ კარგად რომ ვიგრძნოთ, რასთან აგვაქვს საქმე, აუცილებლად, რა თქმა უნდა, ტრადიციებს, კულტურას უნდა გადავხედოთ, როგორც ქრისტიანებმა, ასევე მუსლიმებმა ჩვენს ტრადიციებს გადავხედოთ. ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში ან ტრადიციების უპატივცემლობას, ან ასე შემდეგ, მაგრამ თავარი რა უნდა დავინახოთ, სად არის პრობლემა. როდესაც ვლაპარაკობთ ძალადობაზე, ალბათ მშობლები ფიქრობენ, რომ როდესაც 16 წლის შვილს ვათხოვებთ, ან ცოლს ვრთავთ, ეს ძალადობა კი არ არის, ჩვენ მათ მომავალზე ვზრუნავთ და სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი ძალადობა, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება მის შვილს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, როდესაც შვილის მაგივრად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ ჰყავდეს მთელი ცხოვრების მეგზურად, ჩვენ მათ სიცოცხლეს ვართვეთ, ჩვენ ვერევით მათ ცხოვრებაში და ვპარავთ ცხოვრებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უნდა დავინახოთ, ჩვენ არ შეიძლება ჩვენ შვილებს წავართვათ ცხოვრება. და აი ეს სწორად უნდა დავინახოთ. ჩვენ შვილებს უნდა მივცეთ თავისუფლება და მათ აქვთ ბედნიერების უფლება. და ჩვენ არ უნდა გადავწყვეტოთ მთელი ცხოვრება ასთან იცხოვრებს ის ადამიანი თუ ბესთან იცხოვრებს. სწორედ ამიტომაც არის სახალხო დამცველის ინიციატივა, წინადადება კარგი, დროული, ამიტომაც გაითვალისწინა, გაიზიარა ეს იურიდიულმა კომიტეტმა და ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ მას ამ პროექტ სესიაზე, რომ მშობლების თანხმობა არ იყოს საჭირო და მშობლების თანხმობა არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ქორწინება დარეგისტრირდეს. რატომ? გეტყვით მარტივად, ჩვენთან არსებობდა ესეთი ტრადიცია და დღესაც არსებობს მოტაცების ტრადიცია. მე იქ ერევა მთელი სანათესაო, მთელი ყველა ვიცით რომ ეს ხდება. მე ხდება იქ მორალური ახლა შვილს დაგვიღუპავთ და გეხვეწებით არ დაღუპოთ, შეიძლება ამ დროს მშობლებმა თანხმობა განაცხადონ და ორი ადამიანი დაქორწინდეს, რომელსაც შეიძლება 2 წელიწადში ისე შეძულდეს ერთმანეთი. და ეს ჩვეულებრივი ობიექტური გარემოება, ამიტომ არ შეიძლება ასეთი სახის სიღრმისეული ინტერვენციის უფლება მივცეთ მშობლებმა შვილების ცხოვრებაში. და აი ამიტომაც ვთვლი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს კომპეტენციაც მისი თქვათ ფარგლები თანხმობა გასცეს ქორწინების რეგისტრაციაზე საკმაოდ შეზღუდული უნდა იყოს, მაგალითად სახალხო დამცველმა წარმოადგინა წინადადება, რომ სასამართლო შეუძლია პატივსადები მიზეზის შემთხვევაში გასცეს თანხმობა ქორწინებაზე, მე უფრო მკაცრი ვიქნები. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ შეიძლება ეს გასცეს, ეს არის, როდესაც ყავთ შვილი უკვე, ან და ორსულობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ დროს წყვილს უჩნდება სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, გაჩენილ ბავშვს საკუთარი უფლებები უჩნდება და ეს არის პატივსადები მიზეზი, როდესაც არასრულწლოვანს შეიძლება დაურეგისტრირდეს ქორწინება და კანონიერი კავშირი. სტრუქტურების მუშაობით თქვენ ხართ უკმაყოფილო. სტრუქტურები როგორც ანამ თქვა, ვერ იმუშავებენ, იმიტომ რომ კომპლექსური არ არის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მართალია სისხლის სამართლის კოდექსში გვიწერია, რომ იძულებითი ქორწინება დანაშაულია, მაგრამ ზუსტად როდესაც აი მოიტაცებენ გოგონას, იქ მიდის მერე მოლაპარაკება იმაზე, რომ ამ ბავშვმა თქვას, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია და ის უკვე არის ძალადობის მსხვერპლი. კი ბატონო, მშობელმა არ უნდა მიიღოს მერი გადაწყვეტილება შვილის ნაცვლად. თუმცა საზოგადოების ნაწილი მსგავს შემთხვევებში მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მართებულია, ანუ მშობლის თვალსაზრისით. საინტერესოა თქვათ, როგორ უნდა მოხდეს მშობლის დარწმუნება, ან რაიმე კონკრეტული პროექტი თუ არსებობს ამ მიმართულებით? იცით რა შეასაქმე, ის რომ თქვათ ადრეულ ასაკში ქორწინება ეხლა აი ამ კონკრეტული წინადადებით იქნება აღმოფხრილი, ამაზე ჩვენ ამ წუთას არ ვსაუბრობთ. თუმცა აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა ამ მიმართულებით. რაც შეეხება უკვე დარწმუნებას თითოეულ მშობლამდე, ეს ძალიან კომპლექსურია ეს ყველაფერი. თითოეულ მშობლამდე იმ აზრის მიტანა, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება მათ შვილების ინტერესებს არ ემსახურება. დიახ, ვერ ხედავენ და ამისთვის ძალიან ბევრ სხვადასხვა ასე ვთქვათ, გარემოებებს ასახელებენ. როგორიც არის მაგალითად, რომ რა ვქნათ არ აქვს სხვა პერსპექტივა, არ აქვს სწავლის ფული, გარდა ამისა აქვთ შიშები, ისევ რაღაცა ფსევდო ტრადიციებიდან გამომდინარე შეიძლება ესეც დაერქვას, რომ აი იმას რომ ვიღაცამ რომ დაინახოს ქუჩაში ბავშვი და რაღაც ამერჯობია რომ ესე ეძახიან პატრონს ჩავაბაროთ. თუმცა მეორეს მხრივ გვაქვს ბავშვებთან გასაუბრების შედეგად მაგალითად აი ესეთი წინადადებები. მე ჩემ მშობლებს ყოველდღე ვუმეორებ, რომ თუ გამათხოვებენ, აგათხოვებას დაამპირებენ, მე თავს მოვიკლავ.
ესეთი თემებიც არსებობს, სადაც ბავშვებს ამის შეხსენება უწევთ ყოველდღე თავის მოზარდი არის ასეთი შემთხვევა მოხდა დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა, იმიტომ რომ მამამის უნდოდა რომ ის უფროს ადამიანზე გაეთხოვებინა. აქედან გამომდინარე ჩვენა ბავშვების დაცვის ვალდებულება გვაქვს. აი ამ დაცვის ვალდებულებაში ანამ რაზეც ისაუბრა, ეს ძალიან კომპლექსურია და მრავალი სტრუქტურა მოიცავს აი ამ იმას, მაგრამ რა ხდება? ხა სახალხო დამცველს არაერთი რეკომენდაცია, თუნდაც 2014 წლის ანგარიში აქვს გაკეთებული რეფერირების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ შევისწავლეთ ისეთი შემთხვევები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო ცნობილი ბავშვის მოტაცების ფაქტები და იყო გამოძიება უკვე დაწყობილი ამ საკითხზე, მათ აქვთ ვალდებულება, როდესაც არასრულწლოვანზე დაფიქსირებულია ძალადობის ფაქტი და მით უმეტეს ესეთი მძიმე, თუმცა არ აქვს მნიშვნელობას სიმძიმეს, რომ შეატყობინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ანამ თქვა, ამ შემთხვევაში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლ. მათ მიერ შეტყობინების არც ერთი ფაქტი არ იქნა დაფიქსირებული. ყველა შეტყობინება იყო შესული სახალხო დამცველის აპარატიდან, ერთი შეტყობინება იყო იცით რა არის? ამის მიზეზი არის ეს კომპლექსური კოორდინაციის ნაკლებობა. დიახ, რაზეც ქალბატონმა თამარმა ისაუბრა, ეს არის მხარეებს შორის მოლაპარაკება. როგორც წესი, აი სწორედ რაც ქალბატონმა თამარმა თქვა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბავშვთან და გამოძიება ძალიან ხშირად სრულდება ამით, რომ ბოლოს გაირკვევა, რომ არავინ თურმე არავის არ იტაცებს და ყველა ძალიან ბედნიერია ფაქტით და პოლიცია ამას ირიდებს, რომ ჩვენ რაღა გავაკეთოთ, ყველანი უკვე შეთანხმდნენ და მშობლების თანხმობაც უკვე არსებობს და გარდა მაგისა ძალიან საინტერესო იყო პედაგოგების პოზიცია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პატარა თემები, პატარა თემში ხდება, სადაც ყველას იცნობს და მასწავლებელს არ უნდა რომ აიღოს თავის თავზე ვალდებულება და შეატყობინოს შესაბამის სამსახურს, იმიტომ რომ არა აქვს კონფიდენციალობის იმედი პირდაპირ თქვეს ამაზე. ანუ იმ სოციალური მუშაკიც იმ სოციალურ სამსახურში იძახია რომ ეს ყველასთვის ცნობილი ადამიანებია. მე რომ ამას ვეტყვი, ისწავლა, იმას მოუყვება და მე იმ ბავშვის ოჯახი მომივარდება და მე ამ პასუხისგებლობას თავიდან ავირითებ და ეს არის ოჯახის საქმე და აი ამით ჯერჯერობით მიზეზები შეიძლება. იცით, მიზეზები ალბათ ისიც არის, რომ აი რაღაცნაირად თითქოს ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს არის მცირე ჯგუფის პრობლემა, რომელიც ესე გვერდზე უნდა გადავდოთ და განვიხილოთ და თამარი თქვათ მერის იმუშავებენ ამაზე და ჩვენ ყველამ იმუშაოთ სხვა დიდ მიზნებს. აი ეს არის მცდარი. პრობლემა იწყება იქიდან, ამ ქვეყანაში გოგონებს საერთოდ რა შესაძლებლობები აქვს, როდესაც ისინი დაიბადებიან და საერთოდ როგორ ვუყურებთ ჩვენ მათ ცხოვრებას. არის თუ არა მათი ცხოვრება აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს, დემოკრატიას მივახციოთ. მე გეტყვით, არასამთავრობო სექტორმა ეს პრობლემა დაინახა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, სტანდარტები გავცელდეთ, ჩვენ თუ გვინდა საქართველოში გქონდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება, ეს ნიშნავს, რომ გოგონებს და ქალებს უნდა ქონდეთ იგივე უფლებები, თანასწორობა, ისევე როგორც სხვებს. ანუ ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ზუსტად, ანუ ხელახლა უნდა გავიაზროთ ეს თემა. ეს არ არის 3 და 4 და 5 ადამიანის პრობლემა. ეს არის პოლიტიკური ნება. როდესაც გადაწყვიტავს სახელმწიფო, რომ აი ზუსტად ქალების თანასწორობა გვჭირდება, მაშინ ეს პრობლემა დადგება თავის ადგილას. მოდით ოჯახებს, თქვათ ოჯახებისთვის რამდენად მოსაწონი, ასე ვთქვათ, იქნება ის ფაქტორი, თუ რა თქმა უნდა ამოქმედების და მიღების შემთხვევაში, თუ წყვილის ქორწინების რეგისტრაციის საკითხს გადაწყვეტს სასამართლო. მოდით ესე ვთქვათ, ოჯახები ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ მათ აქვს ძალიან ცუდი სიტუაცია და ეს არის საუკეთესო გამოსავალი. აი ისაუბრეს, რომ ხშირად ამბობენ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო. მე მინახავს, როდესაც მითხრეს, რომ ეს პრობლემები რეალურად არსებობს. ამ გოგონას საკვები მაინც ექნება ამ ზამთარში. აი ეს არგუმენტი მინახავს. დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ოჯახებს ისევ ეხმარება სახელმწიფო, რომელიც ყველა სახელმწიფო პროგრამას, მაგალითად, სიღარიბის დაძლევის პროგრამას გახდის გენდერულად სენსიტიურ და რაღაცნაირად გაითვალისწინებს იმას, რომ ოჯახში, სადაც არის ბავშვები, გოგონა ბავშვები, უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ სოციალური, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალი არ იყოს ერთი ბავშვის გაწირვა, თუნდაც და სამწუხაროდ მე მინახავს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საუბრობენ მზითვში რა მიიღეს, რა ეკონომიკური ბერკეტი ჰქონდა აი ამ ცვლილებას, ანუ ისევ და ისევ ვფიქრობ, სახელმწიფომ ხელახლა უნდა გაიაზროს პრობლემა, მისი მასშტაბს დააკვირდეს და შემდეგ არა მარტო ერთ ჯგუფს დაუტოვოს სამუშაოდ, არამედ როდესაც მუშაობს ეკონომიკურ პროგრამებზე, როდესაც მუშაობს კანონის უზენაესობაზე, აი იქ გაითვალისწინოს გოგონა ბავშვების და ქალების უფლებები.
პარლამენტი კი ბატონო, კაპიტან თამარ მაინტერესებს უკვე დასასრულისკენ მივიდივართ, თქვათ, რამდენად მზად იქნება ამ საკითხის მისაღება და მე როგორ რამდენად ფიქრობთ, მოწინააღმდეგეები თუ პარლამენტის გეყოლება? თითქმის ყველა წევრს ყავს შვილი და არ ამგონია რომელიმე თავის შვილს უსურვოს არასრულწლოვნების ასაკში ქორწინება, ვერ წარმომიდგენია რომ ამაზე თანახმა იყოს, არ ამგონია რომ ამ პროექტს პარლამენტში გაასვლა გაუჭირდეს, მაგრამ მე ისევ მინდა ეს ჯაჭვი დავინახო. და ოჯახში ყველაზე ძალადობის მნიშვნელოვანი ფაქტორი. დიახ, აი ზუსტად მან მივიდო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყველა მშობელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და თან ხდება ქორწინებას არასრულწლოვნების ასაკში, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ეს შეიძლება მომავალში მისი შვილის და მისი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი და უზრუნველყოფილი. მაგრამ აბა დედებო და მამებო კარგად გაიაზრეთ, რამდენჯერ გინახავთ თქვენი შვილი, რომელიც ტირის, რომელიც უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით და თქვენ ამაზე ნერვიულობთ. აი ეს უკვე უნდა აღიაროთ, რომ თქვენი შეცდომის ბრალია, როდესაც თქვენ მიეცით შესაძლებლობა და მიეცით თანხმობა, რომ დაქორწინებულიყო 16 წლის ასაკში, მერე უკვე ამ გოგონებს განათლების მიღება უჭირთ, საკუთარი თავის რჩენა უჭირთ, არ შეუძლიათ და მიჯაჭვული არიან სხვა ადამიანზე, სხვა ადამიანის ნებაზე. და ამ დროს გაიხსენეთ, რომ ოჯახში ძალადობის ძირითადი საფუძველი სწორედ ეს არის, როდესაც არასრულწლოვნები ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახს, ყავთ შვილები და მერე აღარ აქვთ საკუთარი თავის ასე ვთქვათ, რჩენის, საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. და ამ პროცესში თქვენ როგორც მშობლები კი არ აშავებთ ალბათ უფრო შეცდომას უშვებთ და მე მგონი მე მინდა რომ ეს კანონი იყოს საერთო კონსენსუსის შედეგი და არა ის რომ ვიღაცამ პარლამენტში გადაწყვიტა რომ ეხლა 16 წლამდე არა მე მინდა რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს განსაკუთრებით დედებმა იმიტომ რომ საქართველოში დედებს აქვთ ამის ცოდნა უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო, უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ 2030 შეკითხვებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, რასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ანა არგანაშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი მერი მაღლაფერიძე პასუხობდნენ. ახლა რეკლამის შემდეგ დავით საგანელიძე 2030-ში.